ვისაც ეგონა რომ დომინოში არ მოვიდოდი ჯანდაბა კიდევ ერთი წელი ვივლი მე დომინოში, იმიტომ რომ დომინოსთან თანამშრომლობა კიდევ ერთი წელი გაგზავნა, ცუდი ხელოსნის. თუ არა სახარჯი მასალა სად უნდა ვიყიდოთ, თუ არა დომინოში. ორი თუ არა არ უნდა და ვიცი ხო, მაგრამ არა უშავს. წავედით ახლა სახლი მანქანისთვის უნდა ავარჩიოთ თბოიზოლაცია, ქვეშაგებები, ზესაგებები, ლამინატი, შმამინატი, ბამინატი, კაი ფასდაკლებები, კაი გამძლეობა, კაი ისა და თუ წამოდ დაცვა არ დაგინახოს და თუ გამარჯობა, ვითომ არ მინახი ხარ, კაი ხანია. მოკლედ, სახლი მანქანა ხო იცი. ქვეშ გვინდა ჯერ თბოიზოლაცია. აი რამე წებოვანი ლენტი რო გადავაგოთ, რომ კონდენსატი არ გაიკეთოს, რაცა მაქვს წაღებული. თბოიზოლაცია მინდა წებოვანი სქელი რო დაეწებოს და მე მინდა ქვაბამბა, ოღონდ სტეკლოვად არა, იმენა აი რო შევჭამო და არაფერი მომივიდეს. წამოგაჩვენე. და მანამდე მინდა აი ესეთი მყარი რა არის, კაი, რო ქვევით დავაგო რა. ამაზე მყარი არის რამე. პოლი კერა და იატაკის მზე უნდა გადავაგო ამაზე ლამინატი. ყველაზე მყარი ეს არის რა. ნესცაც გაუძლებს, თუ რამე ვინცობა, ტემპერატურასაც გაუძლებს. მოკლედ, ქვევით ვაკეთებთ ამას. სქელი გადავაგო. 18-იანი რა. არა, ეგ არა. ეს 18-იანი. ხო, ეს ჯობია, იმიტომ ეს დამუშავებულია რა. და ბევრად პრიალაა. მოკლედ, ამას ავიღებთ 4 წელს, ან 3 წელს, 3 წელი ხო ეყოფა. ჭრამ არ მოგვიწიოს და თო იქა და 3 წელი გვეყოფა, 3 ესა და თბოიზოლაცია გვინდა ეხა. რკინა, გარედან ტემპერატურა შედის. უცებ ცივდება, უცებ ცხელდება და კონდენსატი უნდა დავბრიდოთ. არც არის, მაგრამ ისე რა, ხოვაზე ხა. სალამ. როგორ ხარ ეს? თითქოს რაღაც მოთხრობას აწევ. ოპერაცია დარდება. ეს ხო, კარგად რო ეწევება. აი წებო. ეს მინდა 8 კვადრატს რო ეყოს. ამის ზევიდან რა გადავაგო? ყოველ შემთხვევისთვის. სტეკლოვად არ მომწე. თბოზე ხო? მანქანაზე. თბოიზოლაცია. ო, აბარა. სტეკლოვად და თუ არ გინდა, უფრო ყველაზე მაგრა ეგ დაგი. არ მინდა, ბიჭო, სად მანქანაში სტეკლოვად რო გამოყარის მტვერს. დაკლეი მინერალური ბამბა აქ არის რა, თვალებს ჩავლის საუნა გეშინოდეს რა. აუ, ყურე. აი ზემოდან რასაც უყურებ ბზინავს. მე რავი, ამის ბზინვარება მე ვერ დავინახე და. ეს რო გაუშვეს ასში არის ამის მტვერი. ანტიალერგიულია. არ არის ალერგიული. სო, ანუ, არ არის ალერგიული. ეს მინდა ერთიც არის. კიდე რა გვინდა და ის 8 კვადრატზე ხო გვინდა? ხო, მაშინ 8 მეტრი. 8 მეტრი. რეიკე. ჰა? რეიკე. რეიკები იქით. კაი, იგი გამოგვიწერე მაშინ. მადლობა. გამოგიწერა მოდი. ო, კედლებისთვის გვინდა ბიჭო, ეს რა მაგარი მასალები იყიდება იცი ამერიკაში. აქ საქართველოში ვერ იპოვი რა. აი ეს. კარგად მოიღუნება. ამასაც ვეთქვი. ბარემ ხეში. ეს გამოვწევთ, კედლებზე ეს გაუშვათ რა მთლიანად. არა? რეიკა რა ეს გვინდა, განი რომ მეტი აქვს, მოიცა? აი ეს 5-4-ზე. ამებს დავჭრი, ჩაუფენ, ავაწყობ ზაზორს. გაიგე? და ამაზე სილიკონი დავსვავ. სელსილისა. ამაზე გადავაგებ იმას და მე ზევიდან ლამინატს გადავაგებ. ეს დაგჭირდება 5 ცალი. კიდე რა გვინდა, რამე არ დაგვრჩეს ბიჭო, 5 რეიკა. 5 რეიკა არის ათლანი, всё. სწორია, თან ლისტვინიცა არ არის. ზვირიღის ლისტვინიცა. ხოდა. დომინოზე ვლაპარაკობდი, რომ ძალიან კაათავად. შენივრად იდეაში. წამო ლედიც უნდა ვიყო, მე რესთვის მინდა ის ჭერზე რომ ლედი ხუთო. ძალიან კარგად ავართ. ჩვენი თანამშრომლა გაგზავნა ძალიან ბედნიერი ვარ. ძალიან გახარებული ვარ. კიდე ერთ წელი მოვუწევ ჩემი ატანა. რა გავაკეთო. ლამინატებში ვარ, წყალგამძლე ლამინატი უნდა ვიყიდოთ, დომინოში არის 24 საათიანი წყალგამძლე, ანუ 24 საათი არის ეს ლამინატი, რო ყიდობ 24 საათში ქრება. ანუ რო დააგებ ეს უცებ ქრება. 24 საათი რო წყალი იყოს, ანუ თუ დარჩით ერთ დღეს სხვაგან და წყალმა გაჟონა 24 საათის მანძილზე არ აიბურცება, არ ჩავა არაფერი. მერეც ეგრევე არ დაიწყებს აბურცავს, მაგრამ ძალიან კაია. აი ეს მომწონს რაღაცა ფერში, მაგრამ შეიძლება სხვა ვნახო. ამას წავიღებთ რამდენი? 3 შეკვრა, არა, 5 შეკვრა, ხო? 2 კვადრატი ნახევარი, 10 კვადრატი ავიღოთ. ესეც დაიმახსოვრე. ლამინატებზე კაი ფასდაკლება არის, მაო. თითქმის 50%-იანი მამა ძაღლი. ო ბიჭო, შეიძლება და თუ აი ეს
და დომინო მოგვიმზადა IQ გამოცნობას თამაში, როგორ გამოვიღოთ? როგორ ეს იყოფა? ამდე ორიანია? ამდენია 150 2 მეტრზეა. ზუსტად ეყოფა. ამას გადავჭრი და ეგ არის. არა. ეს ბიჭო, რა კაი რაღაცი. ეს მინდა ლამინატის დამამთავრებელზე იქ რო შედიხარ იმისთვის რა. ბიჭო, რა კაი რაღაცი. ეს თან ამერიკულ ვიძია ეს შეჩემ. ეს შავი ალუმინი და იმაზე. იმენა ამერიკული. ედი რა. ხე, თოთ რა მაგარი რა. ლედები ვიყიდეთ იქ დასაყენებლად, რომ ეს ლედის პანელები რო ჩავცვათ, ყოფათ რო იყოს იქა. ესენი კი გვაქვს. დანელიამ გვიგრევა. იმის წამია და კიდე მზის ბატარია. ანუ სრულყოფილება. ესე იგი, პირველი ეტაპი, რაც არის, უნდა გავასუფთავოთ და აი ეს ხევიაც არის გაჩვენებთ ახლა ტაიმლეფსში როგორ არის დაგებული. ჩვეულებრივი 5-იანი ხეა და მეორეა 4-იანი, იმიტომ რომ 5-იანი ჭდება ყველაზე ჩაღრმავებულში და 5-იანები გვერდზე. ეს იკლეტკება, იმიტომ რომ მე რო ზედ საფარი გაუკეთდება ფეხს აგები სადაც ცივლით. არ ჩავარდეს, ჩაიღუნოს, ჩაიმტრეს. თან ეს ოთხკუთხედები მე ტაიმლეფსში გაჩვენებთ, ამოივსება პირველი ვიბროიზოლაცია გაუკეთდება, რომელიც შენთიდან გამოვწერე და კარგ გამოძებნეთ, აი ესეთი არ იყოს, ეს ოქროსფერი რაც არის, ეგეთი არ უნდა იყოს. უნდა იყოს აი ესეთი. იდეაში, აი ესეთი უნდა იყოს, ცოტა მაგარი და ჟესტის ვიდი უნდა ქონდეს რა, ეგ არის ნამდვილი ვიბროიზოლაცია. რაც შეეხება ამას რო გაკეთდება, მე მემბრანა ჩაჯდება შიგით, მემბრანა არის წებოვანი გუბკასავით, რომელიც მე გადაეკრება ეგ და ზევიდან გადაეკრება არასწეკლოვად და ჩვეულებრივი ქვაბამბა რაც არის, ის გადაეკრება, რომ ეს ყველაფერი იმიტომ არის, რომ ეს წებოვანი პირველი ორი ფენა იმიტომ აქვს, რომ კონდენსატი არ გაიკეთოს. და მე რო უკვე თბოიზოლაციისთვის ზევიდან ეს ქვაბამბა რაც იქნება გადაეკრება. XPS არ ვიხმარებთ, იმიტომ XPS 30 გრადუს ტემპერატურაზე ზევით კედელში სუნი არ აქვს, მაგრამ აქ დაბლა რო იქნებოდა სუნს ამოიტან და ზაფხულში მაგალითად რო გახურდებოდა შესაძლებელია რომ ამას სუნი კონდეს, თეთრი კაფი კარგავ ერიჭეს, თეთრ კაფს არ აქვს ხოლმე სუნი. ამიტომ ეხლა გაჩვენებთ უკვე დანარჩენს ვიბროიზოლაციას და ზევიდან გადავცხებთ მერე ამ ყველაფერს რა. ესენი ტაიმლეფსში გაჩვენებთ ხოლმე, იმიტომ რომ დეტალურად ჩვეულებრივად მოჭრით ზომაზე დააკრობთ, არაფერი ისეთი არ არის. ესე იგი ეს არის თბოიზოლაცია, რომელიც არის ბამბა. ანუ სტეკლოვატა არ არის. მე მტვერი ამოაქვს ხოლმე ამას. ეხლა დაახლოებით იქ რაც უნდა ჩაჯდეს. იმ ზომებად დავჭრით ბევრს და კუბიკებში კოხტად ჩავალაგებთ. თავარია რომ ეს კუბიკები ამოივსოს.
დანარჩენი ძელაწეხნიკი როგორც იტყვიან ვისაც გონიათ რომ ეს არის სეკლოვატა არ არის და იმიტომ მუშაობ ყველაფრის გარეშე და ცვების გარეშე ეს დაიჭერს თუ დაიჭერს სითებოს ესე ცოტა აქეთ ეს არის გვერდები ხმაიზოლაცია გაკეთა, ხმის იზოლაცია გვერდებზე საიდან შემოდიოდა და თხელი ჟესტი იყო იქ დაემატა ზედაფენა გაუკეთდა მოკლედ ესე იგი რას ვაკეთებთ პირველი ფენა არის პირველი ეტაპი არის რეიკების ეგრეთ წოდებული ხის ფიცრების დალაგება რომ სიმყარე შევქმნათ ამას ვამაგრებთ ცელსილს აქ სწრაფაჭრობადი თეთრი გერმეტიკივით რომელიც იმენა ასიკოდილებს და აღარ გვიწევს ჩახრეტა დაბლა გასვლა შურუპით, იქიდან შეიძლება ჟანგი შემოვიდეს. მერე ხმის იზოლაციას ჩინეთიდან ვიწერთ, იაფიანები არის და ვიბროიზოლაციას უფრო სწორედ, რომ ზევიდან, ქვევიდან ხმა ურმა არ შეგვაწყოს. ზევიდან მერე მაგის ვაკეთებთ. თბოიზოლაციის ესეთი გუბკა რაც არის და მერე უკვე დაბლთა ფენას გვერდები ამოვავსე კაფით, იმიტომ რომ კაფი ჟესტს ამყარებს, ცოტა სხვანაირი წყობა აქვს ამარცხას. გარედან ჟესტი, შიგნიდან დაღუნული ჟესტით, ფორმირებული ჟესტით, თუნუქით არის მიცემული ფორმები. ამიტომ კაფით ამოვავსე, რომ ეს ფორმები ერთმანეთში კარგად შეჯდეს. მერე ზევიდან აქ ქვევით არის ქვაბამბა, ოღონდ არა შუშაბამბა, ჩვეულებრივი ქვაბამბა, რომელიც არ არის ალერგიული და არ იწვევს ინსტალაციის დროს რაღაცა ტკივილებს, შუშა იმენა გერჭობას სახეს გავს. ესენი არის ნაყიდი, მადლობა ჰოლსტჯის და მადლობა რა თქმა უნდა კარლაინს კიდევ ერთხელ ეს მანქანა წაგვიადა და სახმანქანას ვაწყობთ. კოპტერმა გვაჩუქა წინაზე რო გითხარით 5 კილოვატიანი ენერგო სისტემა, რომელიც შიგნით დაყენდება თავის ბატარეით, მართვის პანელით და მართვის პულტით. მაგის დაყენებას უკვე ცალკე გავაკეთე ის ბოქსი რაც არის აქ რაც უნდა იდგეს და შიგნით სისტემა რაც ეწყობა ელექტრო, იმენ ეს 5-ად ჩადებ, ამოიღე. გასასვლელი საწოლს არ ვაკეთებ, იმიტომ რომ აქ უნდა გადამაგრდეს და მე ტრუბა კვადრატებით გადავამაგრებ, იმიტომ რომ თან სიმყარე ექნება, ამის დაფიქსირებისას და რყევა აღარ ექნება ისეთი. მოკლედ, ეს არის რაც არის რა. კაი გამოვიდა, შიგნით რომ შეხვალ ვაფშე სხვა ხმაა რა. აი, ეხლა რომ დავხურნო მე. 1 2 1 ჰო და კიდე კარებები არ არის გაკეთებული. ოპა, ნახე. იმენა. წურწუმია მოიყვანე ხმა ჩაწერე აქ რა მუსიკა ჩაწერე. რა პრობლემაა? ცოტა სიბნელეა, მაგრამ ხმა არის იდეალური. ესე იგი ვიბროიზოლაციამ და თბოიზოლაციამ იმუშავა. ჰეიო, ჰედა, ჰე. ეხლა წავიდა მეორე ეტაპი. ზევიდან უნდა გადავაგოთ თავის არსებული მოჭრილი ამბავი და მე იმაზე ზევიდან კიდე უნდა გადავაგოთ თბოიზოლაცია და იმის ზევიდან უნდა გადავაგოთ სახში ასაგებენ ხოლმე ლამინატი. არ იწევს ძალიან, ნუ გეშინიათ, თავს არ მივარტყავ. თან მე ვარ 1.90 და 1.80 ხალხისთვის იდეალური იქნება ეს სახლი. ჩემზე არა ზრუს არაფერს არ ავთვლი. ესე იგი, ისინი ხო გავაკეთეთ. მარტივად რო აგიხსნათ რა. ეს არის ძირი მაგალითად რა. ძირზე რა გაკეთეთ რა. ეს არის ძირი. პირველ რიგში ეს არის ჩინეთიდან გამოწერილი ვიბროიზოლაცია, რაზეც გელაპარაკეთ. ეკვრება ესე. და ამითი ვაკავებთ სიცივეს ვერ ვაკავებთ, არა, ხმას ვაკავებთ და ვიბროიზოლაციას ვრნავს, რომ ვიბრაციები შეანოს. ანუ ჩათვალე
ჟესტის სისქეს ზრდი რა, უხეშად რო ვთქვათ. დაახლოებით ეგეთი ვარიანტია. მე ამას ხსნით, ეს იყიდაო ყველა დათქმულება იდეაში მაღაზიაში დომინოში ვიყიდეთ. უკანა მხარე აქვს ამას წებოიანი. არის მეორეები რომელიც უნდა ან დაასტეპო ან წებო წაუსვა, მაგრამ ეს უკვე წებო აქვს, თან კაი წებო აქვს რა. მეორე ვარიანტი დაეგო ეს, რომელიც არის ასევე არის ხმის იზოლაცია და თბოიზოლაცია და ბოლოს დაედო ხუთიანი ქვა ბამბა, რომელიც არ არის ციკლოვატა. Это не цикловату. Это нахуй. ეს არის ჩვეულებრივი ქვა ბამბა. ამაში რა შეგიძლია შეხვა ხმაზეც იგრძნობა, რომ ბევრად სხვანაირი ხმა აქვს რა. ამას მე განახეთ ეკოფლოუსთვის სტიაში როგორი გრანდიოზული ქეჩიანი ყუთი არის შიგნით ამოუღებე. აქ ჩაждდება, ამას უკვე მე ვიდეოში ელექტრობას რო ვიზავთ, მე ვიზავ მაგას რა. ეხა ესეთი დილემის წიანში ვართ, რომ ძველი ის რაც დავაგდე არის უდაჭეჭყილი. ესა მოიცა განათებას წამოვიღებ დათო. ეთყობა ეს გარეთ რომ მეგდო, ცოტა დეფორმირებული არის რა. ხო და ამიტომ ისედაც ღრიჭოები რაც დავტოვეთ, ეს არის ძალიან თხელი. ამას ერთადერთი ჩვენ გამოვიყენებთ ეხა შემდეგი რაღაცისთვის, რომ ამას ეს მოიცა დათო მე მიყვარს ავტომატიზირებული მართვის სისტემები. ეს. ამას ეხა ავიღებ, რაქში არ გავიკეთებ. შუაზე გადავჭრი, მე იდეაში ვიყიდი DSP-ს სქელი რაც არის, ამაზე ლამინატი უნდა დავაგო და იღუნება და ააგდებს უეჭველი. ამიტომ ჭირდება სიმყარე. მაგრამ აი ხა პიზდეცი რა არის, ეს ზოლი თუ არ დაემთხვა, იმედია დაემთხევა. ხო მიხდი? შუა ზოლი, ვაიმე. აბა ადამიანო 176 176 რო შუაზე გავყოთ 170 რო შუაზე გავყოთ 170 ჯერ შუაზე 50 მოიცა ეგრე რა თებიდა შეჭემა უნდა დავითვალო 85-ს მივატე 86 88 ზუსტად იქ ხო ჩაღამება იყო ეგ გათვლილი ქონდათ ალბათ იმენა ჩემი კალი წავედი რა მინდა საქართველოში ძმაო ზუსტად ავსვამს ომებს წადი რა ჩინეთში შეება გავდნენ კიდევაც აი და თუ აქ შენ გადარჩი ეხლა ამას შევიტანთ შუაზე გადავჭრით, მე 2.40-იან ფანერას ვიყიდით, ამის ზომა 3 მოვჭრი, ნახევარზე და გამოვჭრი ზუსტად იგივეს. რაღაცებს გავაუქმებ იდეაში, ეს ეხა რა გვინდა, ესეც აღარ გვინდა. ერთ-ერთი ეს შესასვლელი წერტილები გვინდა, მე რომ მოიჭრას, დაჟე ეგეც არ გვინდა რა. და იმას ვიზავ, დაждდება მაღაზე. არა, როგორ არა. გამოდი რა. უნდა ჩამო, ეგ შიგნით დადე და შევათარიოთ ეგრე. დაატრიალე და დადე. ოღონ არ გადაგვიტყდეს. ამოიგი რა ტემპერატურაში იდო, რომ ალუმინიანად წაიღო ჩემი. ვითომ ეს ალუმინი სიმაგრისთვის აქვს. აი, სად არის ნაგავი? აი. დაახლოებით ესეა მოღუნული რა. ირმის რქა დავარქვი ამას. ეხა არაფერი არ უნდა შემეშალოს. დიკაი რაღაცები მაქვს ბიჭო. რა ზომარი? 76.5. 176.5 გაყოფილი 2 ტონაზე 88 და 2.5. 2 და აი ეს არის იმენა ზუსტად ხაზზე უნდა გავიარო. 88.2 აი ჩუაზე უნდა გავიარო აი ესე აი მე ეხლა გადავამოწმოთ ეს ხო სწორი არის ცოტა დაღუნულია მაგრამ
იდეაში რელსიანი ვისაც გინდათ შეგიძლიათ ჰოლსტიზე შეიძინოთ კოხტათა და ლამაანთა ამას ქვევიდან გაუკეთებ ესე და გაიulis გიჟივით პერი არ არის მუცელი რო ქონდა არ იყო სიმაღლე არა უარა ღმერთო არა უშავს უცებ გადაურბენ ესეთი ორი რომ მქონეს რაღაცა 3 მეტრიანი უკვე მზა და მეორე პატარა უფრო კომფორტნი იქნებოდა ეს რა დავამატე თუ თავის ეს არა ქონა ნახეთ თქვენ გენახეთ შუსტრობები დავამუღამე ხუაზე ხარო დიდი მადლობა რა თქმა უნდა ბეცონს სხვა ყველა კომპანიასთან ერთად რომ ამ ყველა სიგიჟეში მეხმარება და თუ აიღე შურუპავორტი როგორ ეს დიდი პატარა დათო პელე ცოცხალი ხარტო ეგ არ არის მაგის დედა აი მეტი რა გავა მართლა ვერ ვი ამებს დავტოვებ დღესა იქნება ღმერთის წყალობით რაღაცა მე არ ამჯერა ეხა მაგრამ რორი ბიჭო რა გაიბერა ეგეთი ზუსტი ჭრა გვაქვს თავარი ეგ არის ხვალე ვიყიდი ხა ამის ზომა იმას აი ეს არ აყოფნის ვაფშე 2 და 40 მაგრამ ხო უნდა მოვაკო საიდან ხო ეს ხო იგივე არის 240 არის დაჟე ცოტა ნაკლები არის აი ამით არის ცოტა მეტი რა ესეთი DSP-ები და ეს ფანერები რაც იყიდება არის აი ამითი მეტი არის ხა ესეც თუ ვერ ვიშოვე არა უშავს მეორე მხარე უფრო ნაკლებია და იმას დავამატებ ამას თუ რა მაინც ოთხკუთხედი არის მეტი არაფერი არ ხდება იმას დავადებ ზუსტად ასე ამას მე ჩავაჭრი ვა მე მგონი კაი გამოდის და ეს უკვე კარგად დაიწყო რა ხანშუაზე გადაიჭრა რას დავეძებთ ამას ზუსტად ამოვხაზავ რა რომ ეს 20-ს რო იყოს ზუსტად ჩაჯდეს იქ იმენა ზუსტად ამოვხაზავ ესენი დაგვჭირდება ესა ესენი უქმდება ესეც უქმდება ესეც უქმდება ესენი რჩება რა ყურებიო ეს არის 8-იანი 7-იანი რა რაღაც ეგრე არის ვიყიდი 15-იანს თითქმის ორჯერ მეც რა ბევრსაც არ მოამატებს მაგრამ ესეც იყოფა მე მგონია რა აი არა ამითი ნაკლები არის ეს ერთიანი არის ხო ერთიანია კაროჩე ეს არის ერთიანი თუ ეგრე მუშაობს ეს არის თან დეფორმირებული არის ეგ და ხო სტრუქტურა არ აქვს შენარჩუნებული და კაროჩე 15-იანი მინიმუმ უნდა დავაყენოთ და ყველაზე კაი ვარიანტი სანტიმეტრ-ნახევრიანი თუ არა და მე დედის აი მას დავდებ და მე მიდი და იღუნოს იყო სადაც უნდა და ესეთ თუ ვიშოვე ეს კარი არის აი ეს დავდეთ ჩავაჭრით კაი ვიძე კი იქნება ეს თლიანად ძგაბ წავედი ხვალ გავაგზავნებთ ამ ვიდეოს უკვე იმებს რომ ვიყიდი და ამოჭრდა და წავაფენთ მე რა ვიყიდეთ ფანერას გვირჩი ეს რო გვეყიდა დომინოში რო ვიყიდეთ იმიტომ რომ ეს არის დამუშავებული რუსულად აწერია მაგრამ ამის დედასაც ეს არის დამუშავებული ვაფშე ეს არ ვიცოდი 50 ესენი ზომებისთვის რა ენა ხოდა ეს არის დამუშავებული შეღებილი რომ ნესს და ასე შემდეგ ამბავს გაუძლოს ხე მაინც არ იყო რეკომენდირებული ამიტომ ეს არის ზომა ჩვენი წინანდელი აბადელი დელია ოპა და მარტივად ეხა თარგი ავიღოთ ენდი რას დაბოდიალობ ეს ნოგა კაროჩე ხო იქიდან ჭრით და ამას მეორე მხარეს რო ამატებთ მერე რა ამას ხო ჩავაჭრით აქ ზუსტად აი ესე
ამებს არა უჭრის. ესე გავიაროთ. კროუნი არა ფუჭდება, მოვდედის ტრაკი. დერენ ადამიანი ბიჭო. ეს რამეში გამოგვადგება იქ. აპალუკა რამაზეც დაჭირდება, ხო? არის ქარხნული მამაძაღლი. ეხა ამებს ვჭრით, იმიტომ რომ ეს საყრდენია და აქ ხეზე არ ეტევა რა. ამიტომ ცოტას მოვაჭრი და გადაუკეცავ. აჰა. ეხა ის უნდა გამოვიტანო. აბა ფეხი მომყვა. ზუსტად ცენტრში. აი ცოტა ავწიეთ ახლა. არანიჩიო. ეხა მეორე. ბიჭო, ეხა უკვე ის დამეწყო თავის დახრა, რომ დათო დახმარება გვჭირდება შენი მუშათა კლასს. დაიჭერ ესე. გიჭირავს? დაადებინე და всё. დიგ დაერტყმეო ამას გაჩერდება. ესე იგი, თარგით არ გოვიჩი. თარგად ვიყენებთ ისევ ამას. ეხა იქ დამხარე ეს ხო მოიცა ესე არის, ხო აქეთ არის დავადეთ. ეხა ეს უნდა გავაგრძელოთ აქ. იგივენაირად. ეს შეგვიძლია რომ მაგწიმალურად აი სანამდეც ემთხვევა მოვწიოთ, ხო? დათო. ეს შეგვიძლია ესე ვქნა, ჩეჩემა. რაღაცე მოვიკლო, ფული მაქვს მიცემული. კუთხეონე ენდი ნეტა გამაგებინა, რატო დადიხარ საქმიანად? გაჭმევ, ხო, დაწყლართი. აიმე. ესა ეხა მოვაჭრათ. ლობზუნათი. კარგი რა ხო იცი რომ ამოარტყავს რა. არის ქარხნული. არა. რა გაცინებს შეჩება. ეხლა აი ეს რა აწყე. ეს არ გვინდა. უნდა დავშალო. ეს უნდა ჩავარჭო. რა ცოტა ეგ არის არა არის კამარა მოიცა ამის მოწევა შეგვიძლია არა აი სულ მიაჭიდე მოიცა გამშვი ეს შეჩემო რო წესით ეს ზომები უკვე მოჭრილი არის ეს შემიძლია რომ მე გავისროლო გარეთ დათო
შეგიძლია რომ გამასროლინო ეს გარეთ. ახალი დანადგარი იდეაში ეს ვიყიდე ჰოლსტ ჯიჯი რა. ხო და ესეთი ხერხი რა ვიცი მართლა ფასდაკლებით იყო 3800 ღირდა და ისე ღირს 2200 მე მგონი რაღაცა 3800 ღირდა და ფასდაკლების ღირს 2 და 2 თქო რა გინდა იმენა მგელოვიჩი იქ ჩავაფენთ პატარას მე დიდი ესე წავა დაგ და ის რაც მოიჭრება გრძელი იქით წამოვა აქეთ და აირევა და ის პატარა მე იქ ჩაეკერება ისე რავი გავედით ბოლოში მაგის დედაშებაში პატარა მოჭრილი რაც არის იმას ყოველთვის ესე უდებთ რომ პირი არ გააფუჭო და უბაყუნებთ დაბლა რომ სიმაღლე არ აწეულიყო კიდე ისეაც რო არ გაცურებულიყო მაინც ლურსმანს ურტყავდა და არც არ წავა ეს და ამიტომ არაფერს არ უფენთ დაბლა რა დროშ ლამინატი იმენა უმარტივეს დასაგები მართლა ამას წევ შიფში სვავთ და წავიდა ძაგ აი ხა ამოვარდა ხა უყურე ამას უდებთ პატარა მოჭრის და სვავთ აქ ჩაჭდა. აი ხა ჩაჭდა. არაფერი შეგვშლია. კარგია. მიდი ხა. ეხა ეს მოდის იქით და მოყვება და უზორი ის ნამჭრელი დაიმახსოვრეთ. იქო გადავჭეით რომ დააყდა. ეხა იგივეს წამოვიღებთ და აქეთკენ დავდებთ ესე. პირიქით და აქ გვექნება ესეთი რამე. აი. არა. მე მგონი არა. დავით. არა, მე მგონი. კათა შვება. მოკლედ ესე იგი გვეგონა რომ ლამინატი ტვინს გაბურღავდა მაგრამ ხო და ეხა უკვე მოჭი მოუნდა ესა ხო ესა ესე ეგ არის და ვარგა ესე იგი, ერთ დღეში დავაგეთ ეს ყველაფერი რა, რაც ახლა ნაჩვენები იყო. იგივე შეგიძლიათ სახშიც გააკეთოთ, იგივე პრინციპით იგება სახშიც. როცა სახში ქვეშ დაუფინეთ და ეს სადღაც ლუსმისა არ უნდა. იგივენაირი სტრუქტურით იგება რა. ახლა აქ დაახლოებით 7 კვადრატი დაიგო 7 კვადრატზე. ეს არის ელექტროსისტემა, რომელიც მოჭრილია და გარედან ნოხით არის. აქ შეჯდება ეკოფლოუს სისტემები, დენი აქ იქნება, აქ თაროები და იგივენაირი აქეთ არის გაკეთებული და იქ წყალი ჩაჯდება. ანუ წყლის სისტემა მარცხნ განცალკევებით რო იყოს ენერგო და წყლის სისტემები ერთმანეთისგან. აქ პომპა დაყენდება წყლის გამათბობელი და ასე შემდეგ. დიდი ალბათობით აქ ჩადგება ტუალეტი, აქ იქნება თარო, სამზარეულო და აქეთ იქნება სკამი და მაგი და მოსასვენებელი რომ დაჯდე კომპიუტერი ითამაშო რა. თან ხედი არის აქვე და აქ შეგეძლება რომ სამუშაო მაგიდით უდურ თუთო.
ეს იყო ყველაზე რთული, აი ეს დედა მოხნული მართლა რა, ეს დაბლით ამხარე იყო რთული, რაც დამთავრდა. ეხლა დანარჩენი კაბელის გადაბმა და ლიწილ-ლიწილ კედლებზე ხე უნდა ამოვიყვანოთ ზუსტი ფორმით. მე ჩავხრიტოთ და კაფე შევუშვათ რომ გაამაგროს. ენერგოსისტემები და კაბელები და წყლის მილები ყველაფერი კეთდება გარეთ. რამე რომ მოხდეს, ჯობია რომ გარედან შეცვლა დაგჭირდეს და ხვევით კი შემეძლო გამეტარებინა, მაგრამ რამე რომ მოხდეს, ვინცობა თლიანი პოლის იატაკის აყრა გიწევს. ამიტომ დააჩინე აქ შევა, მე ნოხი გადაეკრება ამას, ესეთივე შავი, როგორც ამას აქ, აი ესეთი ნოხია, რომ დაგუდოს ხმა და მე უკვე ძგავ, ნოხი სადაც გამოჩნდება, იქ გადაეკრება. დაანჩენზე უკვე ხე იქნება და თაროები შეჯდება რა, აქაც თარო გაკეთდება, აქაც თარო გაკეთდება, ესეთი გამოსაწევი, რაღაცეები რომ შეინახო, დიდი თარო, მაცივარი ჩადგება კიდე ან სამზარეულოსთან, ან იქ გაზი, კელვირის ბალონით უნდა გავაკეთო იქ. გარეთ დადგიო კი მეუბნებიან, მაგრამ გარეთ ვერ დადგავ გაზის ბალონს. მაგრამ რატო ვერა? მანქანის გაზის ბალონი რო დავუყენო დაბლა ამას. რა? თხევად, და იქო ჩავტუმბოში. დაბლასა უნდა დაუყენო. ზაპასკის ადგილზე. ხო, ეგ მოშნა. მაგრამ არა ფეთქრეს იმის დე ესო კელვარს შიგნით ჯობია რომ იდგეს. და გადაკეტო რა. მეც ეგრე მგონი. და შიგ დეტექტორს დავუყენებ, რომ გაჟონოს ან რაღაცა იმან წვილი რომ დაიწყოს. დანარჩენი რავი, მე მგონი, კაია, გამოიწერეთ ეს არხი, დაალაიქეთ ვიდეო, მადლობა ჰოსტს, მადლობა ბეტსონ სპორტს იმისთვის, რომ გვერდში გვიდგანან. რა თქმა უნდა, ეს მანქანა გვიყიდა Carline ავტოიმპორტმა, ვისაც მანქანები გინდათ, უბრალოდ მიწერეთ და მიხვდებით, რომ ფასთა სხვაობა იმხელა, რომ გირჩევნეთ ამ კომპანიასთან იმეგობროთ, მახარას სახელით მიწერეთ, იმიტომ რომ ჩემი სახელით ფასდაკლება იქნება და ზევიდან $1 დამრჩება. ხუმრობით ეს რა თქმა უნდა. წავედი ახლა შემდეგში უკვე სხვანაირი დაგხვდებათ და დაგხვდებათ რა, შეიძლება ესენი გავაკეთო და ელექტრობა და ისინი ერთად გავაკეთო რა. მიყვარხართ I'll be back. თუ რამე ისწავლეთ, დამიწერეთ, რა ისწავლეთ, ან რა გაინტერესებთ, უფრო დეტალურად ჩავეძიო ხოლმე. აბაჰა